საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს სოფელ სართიჭალის წყალსადენის სისტემისარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 2.325.000 ლარი. ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აქ პრაქტიკულად თანამედროვე SCADA სისტემა კეთდება, რომელიც ავტომატურად მართავს წყალმომარაგების სისტემას. ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია, გარდა იმისა, რომ ველოდებით თვითონ SCADA სისტემას და ძრავებს, რომლებიც უნდა დამონტაჟდეს და გაეშვას სისტემა ტესტირების რეჟიმში, რომ მერე მთლიანად მოხდეს ამ სისტემის ადაპტაცია და გაშვება. დღეს მდგომარეობით სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. პროექტით გათვალისწინებული არის ქსელის მთლიანი რეაბილიტაცია, ასევე მასთან დაკავშირებული ყველა ინფრასტრუქტურის გამოცვლა.